მოგესალმებით The Park თბილისიდან. ვიდეოს ვიწყებ 30-35,000 დოლარიანი შეკითხვით. ეს ავტომობილის დაახლოებით ეგ ფასი იღებს, ცოტათი ნაკლები, მაგრამ დღევანდელ ვიდეოსთან არაფერ შუაში არა, უბრალოდ პატარა სპოილერი. ძალიან მალე გელოდებათ ვიდეო ამ ავტომობილზე ჩემ არხზე. როგორ ვიყიდეთ, ჩამოვიყვანეთ, გავაკეთეთ, საბოლოო სახე მივეცით და შეიძლება თუ მალე მოხდა ეს ყველაფერი, გაყიდვაც გადავიღოთ და ვიდეო შინაარსი იქნება თავიდან ბოლომდე ღირს თუ არა ავტომობილის ჩამოყვანა გასაყიდად დღეს უკვე 2025-ში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი თვითონ ახერხებს ამ ყველაფერს. აქ ყავს CLS-ი 63 5.5 ბიტურბო. უკანა წამყვანია, არ არის სტაილინგია და გვინდოდა რომ უკანა წამყვანი ყოფილიყო და მაგიტომ არის არ არის სტაილინგი ეს ავტომობილი. უფრო ანტურაჟისთვის იქნება დღეს ვიდეოში. მაინც მთავარი გმირი და უფრო მეტი აქცენტი იქნება M6-ზე, Gran Coupe-ზე, რომელიც უკვე რესტაილინგია, უკანა წამყვანია. Mercedes მოყვარულებს შეიძლება პროტესტი გაგიჩნდეთ, ისიც რესტი რატო არ არისო, იმიტომ რომ ორივე უკანა წამყვანი ყოფილიყო და დაახლოებით ერთი ფასი ღირს ორივე ავტომობილი $30,000 ფარგლებში პლუს მინუს რო ჩამოვიყვანოთ და დღეს გადავწყვიტავთ რომელი უფრო ლოგიკური არჩევანია ამ ორ ავტომობილში, როდესაც ეს ბიუჯეტი გვაქვს ავტომობილის შესაძენად. მე კი აქ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ სპონსორებს, რომელთა დახმარებითაც არის შესაძლებელი რომ ესეთ ვიდეოებს ვაკეთებთ და მოკლედ დროა გადავიდეთ მზის შუქზე, სადაც უკეთესად შევაფასეთ ამ ორივე ავტომობილს. დავიდა კი არა, ეგ არის? ამოვედით დიდგორზე, ლოკაციაზე, რომელიც ყველას ძალიან გიყვართ და მოგწონთ ჩემს ვიდეოებში. და პირველ რიგში მოდი გავარკვიოთ, რომელს უფრო მეტი მოყვარული ყავს კომენტარების საშუალებით. ბოლოს დავჯდებით, ერთი კვირის თავზე დავთვლით და პაპელას ხალხში დავწერთ, რომელს უფრო მეტი მოყვარული ყავს, ასევე კომუნიტიშიც დაიდება გამოკითხვის სახით ორივეს ფოტო და შეგიძლიათ იქაც მისცეთ ხმა თქვენს რჩეულს. პაპელას ხალხში გაწევრიანდით, პირველები გაიგებთ ხოლმე სიახლეების შესახებ, ასევე მიმები გააკეთეთ ზუსტად ერთ კვირაში. გამოვავლენთ საუკეთესო მიმის ავტორს, რომელიც დაჯილდოვდება არეონის სხვადასხვა პროდუქციით, როგორც ავტომობილო, ასევე საოფისე და სხვა. პირველ რიგში CLS დიდი პატივი დავდეთ, რომ ამ ვიდეოში ყოფილიყო, თავიდან საერთოდ მარტო M6 იყო დაგეგმილი და რატომ? ეს არის პირველი 4-კარიანი კუპე, რომელიც გერმანელებმა შეიმუშავეს, გამოუშვეს, ოღონდ ეს არ ამის წინაწარა. აქედან დაიწყო ყველაფერი. შემდეგ უკვე იყვნენ ბავარიელები F06-ის სახით, Porsche Panamera, Audi RS7. იმდენად გაიტრენდა ეს მიმართულება, რომ SUV კლასიც კი გადავიდა კუპეებში და დღეს გვხდება Cayenne კუპე, X6, GLC კუპე, Audi Q5-ის კუპეც კი გააკეთა Audi-მ, ასე რომ რაღაც ძალიან ტრენდული გამოვიდა ავტომობილების ეს მიმართულება. მეც ძალიან მომწონს ორივე და დღეს ამ ავტომობილებს შევადარებთ სხვადასხვა კრიტერიუმებით. მოდი პირველ რიგში დავიწყოთ პერფორმენსით. CLS-ის შემთხვევაში გვაქვს 5.5 ლიტრიანი ბიტურბო ძრავა 8 ცილინდრით, რომელიც გამოიმუშავებს 557 ცხენის ძალას და 800 ნიუტონ-მეტრს. 557 იმიტომ, რომ ეს არის პერფორმენს პაკეტი და არა სტანდარტული, სტანდარტულს აქვს 525 ცხენის ძალა. გადაცემათა კოლოფი აქვს 7 სიჩქარიანი dual clutch-ი და ავტომობილი 0-დან 100-მდე ჩქარდება 4.3 წამში. ეს ყველაფერი ქარხნულად წერია ესე, თუმცა ყოველთვის არის დამოკიდებული ეს ყველაფერი გზის საფარზე, საბურავის მდგომარეობაზე, ტემპერატურაზე, ცხოლზე და ძალიან ბევრ რაღაცაზე. აქედან გამომდინარე, მოვთხოვთ იმას, რომ ზუსტად იგივე დროებში აჩქარდნენ ეს ორივე ავტომობილი, მით უმეტეს უკვე ახალი 1 და 2 წლის ავტომობილები არ არის. M6-ის შემთხვევაში ასევე გვაქვს 8 ცილინდრიანი ძრავა, S63, ყველასთვის ცნობილი. სტოკში გამოიმუშავებს 600 ცხენის ძალას და 700 ნიუტონ-მეტრს. 700 ნიუტონ-მეტრს, იმიტომ რომ უფრო პატარა კუბატურის ძრავა. აქ ცხენი ნაკლებია, მაგრამ ნიუტონები მეტი გვაქვს. ამიტომ საინტერესო იქნება აჩქარების შეგრძნებები ორივე ავტომობილში. ამაში საუცილებლად შევადარებთ ამ ავტომობილებს და შემოგთავაზებთ მაგ კადრებსაც. ქარხნულად უწერია აჩქარება 4.2 წამში, 1/10-ით უფრო სწრაფად ვიდრე CLS, მაგრამ იმაში ეჭვმეპარება, რომ ესეც იგივე დროში აჩქარდეს, მით უმეტეს ამ საბურავს. CLS აქვს ერთი ესეთი ფუნქცია, რომ ხოთირა კაპოტი დაუძახოთ რა, ყველა შევთანხმდეთ მაყურებელიც თქვენც და მეც რა. კაპოტი გადადის აი ესე 90 გრადუსზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თემო საძმაკაცომ შეგიძლიათ იმუშაოთ ძრავზე. ბიჭებო, მე მგონი ნაწილები მოგრჩა. ეს აქ უნდა იყენოს?
ეს მოსახსნელია 12-იანი მომაწოდე. როგორ შეგვიძლია განვასხვაოთ პერფორმანს პაკეტი და ჩვეულებრივი? პერფორმანს პაკეტს აქვს კარბონის ხუფი, სტანდარტულს აქვს ვერცხლისფერი ხუფი, რომელიც ხშირად მეტალიგონიათ ხოლმე, მაგრამ რეალურად არის პლასმასი. ძრავი საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება იმის გათვალისწინებით, რომ ეს ავტომობილი უკვე 12 წლის არის. CLS თუ ის პლუსი აქვს, რომ 90 გრადუსზე იღება კაპოტი, აქ ორჯერ ამოუწევს და ხელების ფათური აღარ გვიწევს. აქ ძრავსახუფი ბოლომდე არ გადადის 90 გრადუსზე, იმიტომ რომ ეს 63 ძრავი დევს და ამის ახლა თუ გიწევს და ძრავში რაღაცა გაფუჭდა, პირდაპირ უნდა აწიო და ძრავი ჩამოიღო დაბლიდან. ეს ეგეთი გათვლა აქვს ბავარიელებს. ძალიან კარგად გამოიყურება ძრავის განყოფილება, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს მანქანა უკვე 10+ წლის გამოდის. გვაქვს კაენდენის შემშვები, დახუფული ასე ვთქვათ, შენივრად კარგად გამოიყურება ყველაფერი. აუცილებლად პირდაპირ სანამ დავიწყებთ გამარჯვებული არის M6, იმიტომ რომ შემშვებიც არის გაკეთებული და გამშვებიც არის ვალტრონიკის ამაზე და ძალიან კარგი ხმა ექნება წინიდანაც და უკნიდანაც ძრავსაც და გამშვებსაც, მაგრამ მაინც შევადაროთ. ეხლა რაც შეეხება Mercedes, რომელიც სრულიად სტოკია, უბრალოდ გასტოკებული. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხმა არ აქვს ამას, იმიტომ რომ არაფერი არ აყენია ისეთი, რამაც შეიძლება ხმა მოუმატოს. ჩემთვის უფრო ბოროტი ხმა აქვს ამას, უფრო აგრესიული და დაკუნთული ხმა აქვს, მაგრამ M-ს აქვს უფრო სპორტული ხმა. ვის რომელი გირჩევნიათ, თქვენი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა. მოდი ჯერ Mercedes მოусმინოთ, იმიტომ რომ ეს აშკარად აჯობებს. მიუხედავად იმისა, რომ სტოკია, მაინც ძალიან კარგი ხმა აქვს და მე მომწონს Mercedes 8 ცილინდრიანი ძრავის ხმები, 4-დან 0, 5 და 5-იც, 6 და 2-იც ატმოსფერული, მაგრამ აქ ვალტრონიკის გამშვებიც აყენია, პოპკორნით ჩაწერილია, ოღონდ ისეთი ლაითით ხელი, დასტოინი პოპკორნია მოკლედ ჩაწერილი და ძალიან მომწონს. პრაქტიკულობასაც შევეხოთ. ელექტრონულად არც ერთი არ იხსნება. აქ უფრო გაბარიტულ ტვირთს ჩავდებთ, იმიტომ რომ ამოჭრილი უფრო დიდია, ვიდრე აქ. მაგრამ ეს უფრო ღრმად შედის შიგნით, ანუ აქ უფრო გრძელ რაღაცას დავდებთ, ვიდრე აქ, მაგრამ აქ უფრო დიდ რაღაცას ჩავდებთ ზომებში, ვიდრე აქ, იმიტომ რომ ეს ჭრილი პატარა აქვს. ახლა კი მე გავალ კადრიდან და უკნიდან რომელი გირჩევნია თქვენ გადაწყვეტეთ. ხოლო რაც შეეხება წინა მხარეს, რა თქმა უნდა, რესტაილინგი რომ იყოს, უფრო სწორი შედარება იქნებოდა და რესტაილინგს ბევრად უფრო დახვეწილი და ლამაზი ცხვირი აქვს. ეს არის წახნაგოვანი, აქ უფრო მომრგვალებული ფორმები გვაქვს. ჩემი ხმა F06. თქვენი ხმა კომენტარებში დააფიქსირეთ. ბარემ რადგან პროფილებზე ვსაუბრობთ, ბილდახურვა არ აქვს Mercedes და ჩვენ სპორტული ხასიათის ავტომობილს აქვს. არა უშეგონოს რომ BMW-ს ხარეს ვარ ან ომის ხიდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ხმა ისევ F06-ის ხარეს არის პროფილში. ისე ეს მართლა გავს ბანანს. აქ ბანანი დაადერა გრაფიკულად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რესტაილინგი რო იყოს, უკვე საკამათოა, მაგრამ იმიტომ რომ უკანა წამყვანი ყოფილიყო ორივე, არა რესტაილინგი ყავს კადრში. დააბრალეთ Mercedes-ის ქარხანას. M6-ზე გვაქვს კარბონის სახურავი, რაც პირველ რიგში უზრუნველყოფს ძალიან კარგ ვიზუალს, სიმსუბუქეს და სიმძიმის ცენტრი ჩამოაქვს დაბლა. ასევე უზრუნველყოფს მდგრადობას. სამაგიეროდ Mercedes ლუკი აქვს. ეს არ მომწონს. მე ამ სარკის ფორმა მომწონს ძალიან, მაგრამ M6-ის სარკეს რომ უყურებ, იმის ფორმა უფრო მომწონს. თუმცა ამ შემთხვევაში რაც მირჩევნია ის არის, რომ სარკე აყენია კარზე. და არა აქ და რაღაც განსხვავებულ და განსაკუთრებულ ვიზუალს დენს ავტომობილს და ეგ კარგია. ამ სარკეს რომ უყურებს, რა თქმა უნდა, უფრო ლამაზად და კარგად არის დახატული, ზოგადად დიზაინში გაკეთებული, კარგია, ლამაზია.
მაგრამ იმას ის თავისი წახნაგოვანი უხდება, იმიტომ რომ თლიან დიზაინში ძალიან კარგად ჯდება. ზოგადად ამ ორი ავტომობილის ვიზუალს რომ ვადარებთ ერთმანეთს, ეს უფრო თანამედროვე და ახალი შექმნილი დიზაინის დაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე ის, რა თქმა უნდა. თუმცა მისი ბრუტალურობა ძალიან დასაფასებელია და მე მომწონს. რაც შეეხება დისკებს, ემის ყველასთვის ცნობილი დისკები, მე შავ დისკებს არ ვემხრობი, ეგ კარგად იცით. აქ არ გვაქვს ქარხნული დისკები, ქარხნულ ვარიანტებში რო შევაფასოთ, შევადაროთ, უბრალოდ მე AMG-ის დისკები ძალიან მომწონს და ჩემი ხმა ამის ქარხნულ დისკს. გასაღები ორივე საკმაოდ ძველმოდური აქვს. ჩვეულებრივი F30, ჩვეულებრივი C-კლასი. არაფერი განსაკუთრებული არ აქვს, არც ერთ შესაბამისად გასაღები არც ერთის არ მომწონს, მაგრამ ახლებში უკვე შემდეგი თაობის M-ებში და შემდეგი თაობის AMG-ში M-ის გასაღები მირჩევნია. საჭეს რაც შეეხება, ძალიან კარგად ის ხელში, მომწონს მე ეს საჭე, ალკანტარა და ტყავი და წაჭრილები აქვს ზემოთ-ქვემოთ და სამართავად ესე უფრო კარგია, მაგრამ იმის საჭე უფრო სასრიალო და სპორტული ტიპია და კარგია. აი ეს კულისაც არ ვიცი, რაღაც ძალიან უცნაურია, პლუს-მინუსიც არ აქვს აქ, ანუ აქედან ესე ვერ გამოარტყავ, მარტო up and down გაქვს აი აქ და მოკლედ ეგეც არ მომწონს. მაგრამ მომწონს აი ეს ღილაკები, საიდანაც თიშავთ მოცურების საწინააღმდეგო სისტემას, ავტომობილის დაკიდების სისტემის სიხისტეს ვაკონტროლებთ, სვლის რეჟიმებს და გვაქვს ღილაკი წარწერით AMG. ორივე ავტომობილის ინტერიერში გამოყენებულია ტყავი, საკმაოდ მაღალი ხარისხის, კარბონი და რა თქმა უნდა ალკანტარას ჭერი. ინტერიერში პირველი მესიჯი რაც მოდის ტვინში არის ის, რომ უკეთეს გარემოში ვზივარ, ყველაფერი თითქოს უფრო მეტად მომწონს ხარისხიანი, ანუ მეტი ტყავია, მეტი კარბონია, ეს ყველაფერი მეტად თვალში გვხდება, საჭეც უფრო სპორტულია და ზოგადად მთლიანად ინტერიერი უფრო სპორტულია. M-ის გადამრთველი კულისა Mercedes-ი ვერც შეედრება, მაგრამ ამასაც აქვს სისუსტეები, მაგალითად ეს საჰაეროები ისეთი სუსტია, რომ პატრონმა ეტილორი ჩამოუსვით, ჩამოტყდა სრულიად. ერთი ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი, რითიც ეს ავტომობილი მირჩევნია იმას, არის ის, რომ ცენტრალური ბარიდან ეს დაწყებული ტყავი გადადის მთლიანად ტორპედომდე და მიდის წინა საქარემინამდე და აი ეს დიზაინრული შტრიხი ძალიან მომწონს. CLS-ის ინტერიერი ყველა სხვა Mercedes-ის ინტერიერს გავს. ეს არის ცალკე ტიპი, რომელიც არც F-ში არ გვხვდება ესეთი ინტერიერი და არც ამის თაობა სხვა ნებისმიერ BMW-ში და ეს ძალიან მომწონს. ძალიან კარგად დადის, რა თქმა უნდა. და ძალიან კარგი ხმაც აქვს. ამას რა თქმა უნდა Aftermarket Valtronic-ის გამშვებიც უზრუნველყოფს. მაგრამ ისედაც ამ ძრავს ძალიან კარგი ხმა აქვს. კარგად იგრძნობა ისიც რომ მძიმეა. სრიალის დროს ცოტა რთულია ამ სიმძიმის გამო მანქანის გაკონტროლება. ვინც მიჩვეულია M3-ს, M4-ს, თუნდაც უბრას 340-400 ესეთი ცოტა უფრო მსუბუქი 6 ცილინდრიანი ავტომობილებით სრიალს, ამაზე შეჩვევა დაგჭირდებათ და ცოტათი გაგიჭირდებათ ჩემი აზრით. ამ წონის გამო უფრო მძიმედაც იმართება მოსახვევშიც, ანუ საჭეც უფრო მძიმედ მოყვება და მოკლედ ყველაფერში იგრძნობა ეს წონა. მაგრამ ეხლა გავტიშოთ M-ი, ცოტა დამშვიდდეთ, ყველაფერი კომფორტში და efficient-ზე გადავიყვანოთ და დავთქვეთ უბრალოდ მანქანის ხარისხით. მაქვს Bang-ის აუდიო სისტემა და ძალიან კარგი ჟღერადობა აქვს და ძალიან კარგი ვიზუალიც აქვს ჟღერადობასთან ერთად. ნაპას ტყავშია შესრულებული ტორპედო და ძალიან ლამაზია და თან კომბინირებული ტყავია შავი და თეთრი და მე ყველაზე მეტად შავი და თეთრი მომწონს, BMW-ში კომბინირებული. კარბონის დეტალები ამშვენებს უკვე ამ ყველაფერს. მაქვს ალკანტარას სახურავი, რა თქმა უნდა და გარედან, ვინც დაკვირვებული ხართ კარბონის სახურავზე, შუაში უფრო დაბალი როა, ესე ჭრილი მოდის უფრო დაბალი. იმის გამოყოლებაზე აქ ქვემოდან მაქვს ტყავი და ზემოთ რო აიხედავ ძალიან საინტერესო გარემოა შექმნილი და უბრალოდ შავი ჭერი არ არის და ესეც ძალიან მომწონს. სავარძელიც გაცილებით უფრო სპორტულია ვიდრე Mercedes-ში, თუმცა Mercedes-ს აქვს მასაჟებიანი სავარძელი. ამას არ ვიცი შეიძლება გქონდეს და ნუ გამკითხავთ კომენტარებში. იმასაც გეტყვით რომ CLS თუ performance პაკეტი არ არის,
ბლოკირებული ხიდიც კი არ აქვს. ანუ ხო ხვდებით დაახლოებით რა გათვლები იყო? ის იყო უბრალოდ სწრაფი, უფრო ძლიერი ავტომობილი, AMG ვერსია კომფორტული კუპის და ეს არის უფრო სპორტული ხასიათის ავტომობილი ესეთ კომფორტულ ძარაში. სხვადასხვა ფილოსოფიით არის გაკეთებული. მაგრამ Mercedes-ის მოყვარულების დასამშვიდებლად და მეც ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ, ვიტყვი რომ ახალ სერიებში F90-ს და S63-ს თუ შევადარებთ 213-ს, 213-ის ინტერიერი მილიონჯერ ჯობია F90-ს, იმიტომ რომ F90-ში დარჩა ესეთივე ვიზუალი, როგორიც აქ არის და იქ ბევრად უფრო მიმზიდველი, ბევრად უფრო მდიდრული და მოკლედ ბევრად უფრო მაღალი კლასის ინტერიერი გამოვიდა 213-ში. ყოველთვის მაგ ინს განცდა, რომ S63 ძრავა უნდა გაფუჭდეს. აი რა გავაკეთო, სულ ეგ შეგრძნება მაგ და ყველას ვისაც ვიცნობ, რა გამოცდილებაც აქვთ ამ მანქანებთან, ადრე თუ გვიან მაინც მოგიკაკუნებს. მაგრამ ძალიან გემრიელი სამართავია, ძალიან კომფორტულია, ეს ცხენები ძალიან კარგად გადაეცემა უკანა საბურავს და კარგია რა, მოკლედ სასიამოვნო სამართავი მანქანაა. უდაოდ სასიამოვნო სამართავი მანქანაა, მიუხედავად მისი წონისა და გაბარიტებისა. დავასვენოთ ჩვენი ემი და ახლა კი მთავარი მიზეზი თუ რატომ ავარჩიეთ CLS-იც უკანა წამყვანი. იმიტომ რომ გაგვერკვია რომელს უფრო კარგად შეუძლია სრიალი და დონატების შეკვრა. ამის დებილი. ეხლა მოდის CLS. ხო, აქედან უკვე და კამერაც წაგვართვა, ხმაც წაგვართვა, ყველაფერი აი მოვიდა. და რატო იყო წასული, რომ ლანჩი რო გააქტიუროს, წავიდა, აგრილებ და ეხლა ნახე კიდევ ვერ გააქტიურა. იქ გაზი, ტორმუზი და აქტიურია. იქ როგორ ხდება ლანჩი? გაზი და ტორმუზი, ხო? აბა? ორი საერთოდ წინში ყველაფერს და ლანჩი. ხო, მარტივი ოპერაციაა ყოველ შემთხვევაში. პორშეზე გაზი, ტორმუზი გინდა. ამაზე არ ოპერატორმა ხელი აიღო CLS-ზე. მიდიხმავ შენ ჯერ ჩართე და მერე ვილაპარაკოთ რა. რო გააქტიურებ დაგვიძახო. მოგესალმებით CLS-ში. მოკლედ აქ როგორი სიტუაცია? ემის შემთხვევაში თუ M-ზე რო გადაყავს მანქანა, რჩები ჩენ და ავტომობილი და ყველაფერი გათიშული გაქვს. აქ AMG-ს ღილაკს 8 წვები, მოცურების საწინააღმდეგო ჩართული გაქვს. კოლოფი გადადის M-ში და დაკიდების სისტემა სპორტში სულ ეგ არის. მაგრამ ხმა აქვს ძალიან კარგი. კარგადაც სკდება. არ ვიცი მანდ როგორ შემოდის, უბრალოდ აქ როგორ შემოდის ხმა, მაგრამ მართლა ძალიან კარგი ხმა აქვს და ამას რო გამოშიგნავ და გამშვებს გააკეთებ, უკვე M6 უნდა დაიმალოს, ისეთი დიდი ხმა ექნება. მოდი პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან ტეხავს, როცა ყიდულობ პერფორმანსს მანქანას და ვერ სრიალებ. თან უკანა წამყვანია, ხო? დონაც ვერ კრავ და რესტაილინგში იმის მაგივრად რომ რაღაც უკეთესი ხიდი დაეყენებინათ და უფრო მეტად გაეხადათ ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი რაც ეს ასე აკლდა ამ მანქანას ადგნენ და ფორმატი კი გააკეთეს. საბოლოო ჯამში სასიამოვნო მანქანაა, მაგრამ სპორტული მანქანა არ არის, ესე ვიტყოდი, ეს არის ძლიერი მანქანა. სწორ ხაზზე მაგარია, ხმა კარგი აქვს, აი ბრუტალური მანქანაა მოკლედ ეს. როდესაც M-ი არის უფრო ლამაზი და სპორტული ხასიათის ავტომობილი. იდეაში ამას ბლოკირებული ხიდი აქვს, მაგრამ
მაინც არ შვება იმას, რასაც უნდა შვებოდეს და ხშირ შემთხვევაში ცალსაბურავს ატრიალებს, ეს შეიძლება ეხლა დავაბრალოთ დისკებს და სხვა ბევრ რაღაცა ფაქტორს, მაგრამ მაინც ანუ რო ვყიდულობ AMG-ს მინდა რომ ამ ყველაფერს მაძლევდეს და ნუ ახალ მოდელებში უკვე ყველაფერი გამოსწორებულია, თუნდაც 205 C-კლასით ჩვენივრად შეგიძლია ისრიალო და AMG GT და ასე შემდეგ, მაგრამ ამ მანქანაში რა ზიხარ, აქ გაქვს უბრალოდ ძალა, რომელსაც გაკონტროლებაც სჭირდება, იმიტომ რომ ბლოკირებულ ხიდზე და თუნდაც ემის ძიმე წონით რო სრიალებ მაგაზე საშიში არის ღია ხიდი, რომ კაცმა არ იცის როდის რას მოიფიქრებს და რა მოუნდება, ეგ უფრო საშიშია, იქ რაღაცას ელოდები მაინც. კარგადაც მიდის, კი ბატონო, მაგრამ სტოკში არ აქვს ის შეგრძნებები, რასაც თანამედროვე სპორტული მანქანისგან ელოდები. თუმცა დაახლოებით 12 წლის მანქანაა და მაშინ ქონდა ეფექტი კი. ეხლა მე ვადარებ იმ CLS, რომელიც ცალკე ყავს გადაღებული და შეგიძლიათ ნახოთ, ის უკვე რესტი იყო და ფორმატი კი იყო, ის ბევრად სწრაფი მანქანა იყო. ბევრად. თუ ვინმე ამ გუზაოს ყიდვას აპირებთ, აუცილებლად განიხილეთ რესტაილინგი. თუ სრიალი გინდათ, თუ არ გინდათ სრიალი, მაინც, იმიტომ რომ სულ სრიალი გინდოდეთ, ამიტომ მაინც ვერ ისრიალეთ. შესაბამისად ჯობია იყიდოთ რესტაილინგი. პლუსებზეც მინდა რომ კონცენტრირდეთ, მანქანა ძალიან კარგად იმართება და გაცილებით კარგად მიდის იქეთ, საითაც მიმართავ. ეს მანქანა საკმაოდ თავდაჯერებულად დგას გზაზე, საკმაოდ კარგია მოკლედ რა, ისე არ მინდა გამოვიდეს რომ რაღაც CLS-ი არ ვარგა და M6 რა მაგარია. არა, ყველაფერს თავისი პლუსი აქვს. უბრალოდ ყოველთვის, როდესაც უფრო თანამედროვე მანქანაში ჯდები, მერე ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ მანქანა ისეთ აღფრთოვანებას აღარ იწვევს შენში. 6 million ways to die, so I spit into this truth when I break the lies. Everybody wanna talk, but all I hear is lies. Everybody been fake, all I see in their eyes. 6 million ways to die, so I spit into this truth when I break. საბოლოო ჯამში შეიძლება ვიღაცებმა ჩათვალონ რომ ეს ვიდეო მიკერძოებულია, მაგრამ M6 იმიტომ მირჩევნია CLS, რომ ამ ავტომობილში უფრო ბევრ რამებს პოულობ ისეც, რაც მე მინდა ავტომობილისგან, ვიდრე ამ ავტომობილში. თუნდაც ის რომ ამის ხიდი ძალიან ცუდად მუშაობს. თუნდაც ის რომ ამის ხიდი ძალიან კარგად მუშაობს. ცეპლენია ძალიან კარგად მუშაობს. ანუ ცეპლენის ამორტყმის ეფექტი აქვს მანქანას. ვიზუალურად მირჩევნია. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა ფაქტორებია, მოკლედ რის გამოც ეს ავტომობილი მირჩევნია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ CLS ცუდი ავტომობილია. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მანქანა მოიძებნება. ისეთი, რომელიც ამ M6-საც გაცილებით ჯობია. მაგრამ ამ ორი შემთხვევაში თუ ვაკეთებთ არჩევანს, ჩემი ხმა M6. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს M6 იყიდება, ვისაც გაინტერესებთ, აი ავტოზე შეგიძლიათ მიაგნოთ ამ ავტომობილს. დღევანდელი დღის დასრულება გვიწევს ცოტა უფრო ადრე და ცოტა უფრო ნაკლები კვამლით, ვიდრე ველოდით, იმიტომ რომ ამ ავტომობილზე უკანა საბურავები უკვე გასლიკებულია, ბრიუს ვილის ედიშენებია უკვე იქ, ვერაფერს ვერ ვშვებით. მე დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. დიდი მადლობა იმ კომპანიებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან, რომ ჩვენ ესეთი კონტენტი შემოგთავაზოთ ხოლმე თქვენ. ერთი თხოვნა მექნება უბრალოდ, რომ მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ ზარის ღილაკი და 50000 გამომწერზე ძალიან მაგარ სურპრიზს გიმზადებთ. 557 ცხელის რატო ვამბობ ბიჭო? მოკლედ ყველა მხრიდან ვდგები. ყველა მხრიდან ვდგები რა არის. ეს გაჭერი. მიუხედავად. კარგი! მაშინ ეს მანქანაც საკმაოდ ისე თავდაჯერებულად გზას დგაზე.